პირველი რაც მინდა გითხრათ, Первое, что я хочу вам сказать, რომ ძალიან დიდი მოკითხვები очень такие большие приветы, приветствия ჩვენი დაძმებისგან სხვადასხვა ეკლესიებიდან. от наших братьев и сестер из разных церквей. ზუგდიდში ვიყავი და ძალიან აი ეს სიყვარული გადმოგცეს. Зугдиди, очень такая любовь передана. მადლობა უფალს მათი მსახურებისთვის, მათი მიძღნისთვის. Спасибо Господу за их служение, за их посвящение. ძლიერდებიან, Они მაგდებიან. укрепляются, усиливаются, утверждаются. ამ დღეებში ქუთაისში მომიწია ყოფნა. В эти дни также я находился в Кутаиси. ქუთაისელებმა დიდი მოკითხვა, გვიყვართ თქვენი ეკლესია, გიყურებთ ხოლმე. Большие приветы, любим вашу церковь, говорят, смотрим вас. Ну, მამულისას გამოვატანეს მოკითხვები თელავიდან. რომანი დილით მომწერა, რომ განსაკუთრებულად მოიკითხე ჩვენი სახელით ეკლესია. Но Романе утром пастор этой церкви написал: особенно приветствуй нашу церковь. დიდება უფალს. Слава нашему Господу. ეს მშვენიერია. Это так прекрасно. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ. Мы вместе сильны. და ღმერთი გაამრავლებს თავის ერთ ამ ქვეყანაში. И Бог будет умножать свой народ в этой стране. ვიდრე სიტყვაზე გადავალ, მინდა კონფერენციის შესახებ გითხრათ. Прежде чем я перейду к слову, я также хочу сказать вам о конференции. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის და უნდა შემოგვიერთდეთ აუცილებლად. Конечно, это очень важно, и вы должны обязательно присоединиться. შეიქმნა მოლოდინი, რომ უფალი დაგელაპარაკება. Чтобы у тебя было ожидание о том, что Господь проговорит к тебе. ეს კარგი არის კონფერენცია, კარგი ატმოსფეროს ქმნის. Это хорошо, конференция, она ეს создает არის хорошую უფლის атмосферу. თანდასწრების განსაკუთრებული გარემო არის. Это такая особенная атмосфера Божьего присутствия. და კიდევ რაც ძალიან მაგარია, ეს არის ურთიერთობები, რომელიც ატმოსფეროს ქმნის სიყვარულის, ერთობის და ასე შემდეგ და შენ გვჭირდება. И то, что также очень важно, это взаимоотношения, создающие атмосферу единства и любви. ამენ. Аминь. იყავი გახსნილი, Будь открытым, იყავი ხალისიანი. будь таким настроенным, жизнерадостным. ну იქნები ესეთი დაბოღმილი, критикული, მოწყენილი, რას Не будь ემსახურება ეს унылый, კონფერენცია? критический. Зачем эта რა конференция? სულიერი აზრიდებს? Какой духовный смысл в ней? К чему она? რა არის ახლა ეს? Вот зачем это არიან сейчас? ესეთებიც ხოლმე. И такие тоже бывают, находятся такие. მოდი და ისიამუნე შენთვის არის. Ну, знаешь что, приди и просто наслаждайся, Моди это да для мире, тебя. моди да Приди, гахсени შენი გული. приди, открывай свое сердце. შაბათს იქნება ქარელში. В субботу будет в Карелии. ჩვენ ასე გვაქვს, რომ არის საშემოდგომო და საგაზაფხულო ძირითადი კონფერენციები. И у нас есть так, есть основные весенние и осенние конференции. ნოემბერში ჩვენ ვატარებთ თბილისში. В ноябре будет конференция, которая в Тбилиси. გაზაფხულზე მაისში ჩვენ ვატარებთ ქარელში, გორში და ასე Весной, вот в შემდეგ. мае, это проходит у нас в Карелии. და ეს ძალიან მაგარია. Это так сильно. და რაც მინდა გითხრა ძვირფასებო. И то, что я хочу вам, дорогие, сказать, რა თქმა უნდა, ქარელში ფაქტიურად თელი დღე არის მსახურება. фактически в Карелии будет весь день служения. ვიფიქრეთ ამის შესახებ. Мы подумали, позаботились об этом. ცოტა ადამიანი არ იქნება იქ. Там будет немало людей. უფალმა გვამრავლოს. И пусть Господь умножает нас. და ჩვენ გავაკეთეთ ასე, რომ იქნება უფასო საკვებიც და იქნება ხელმისაწვდომის საკვებიც შესაძენად. И мы сделали так. Будет и бесплатная еда, и также будет еда по доступной цене. ეს იქნება, რომ რაღაც შეჭამო და დანაყრდე და ასე შემდეგ. Это чтобы что-то покушать, насытиться и так და далее. ეს უნდა გაითვალისწინოთ. И вам нужно это учитывать და также. ხშირად არის ხოლმე, დევამბობ, იქ უცბად ვერ გამოხვალ ესე და დიდი ფართო არჩევანი არ არის რაღაც უყიდ, ამიტომ თუ ბავშვები მოგყავს, შენ თვითონ იზრუნე, რამე გაუკეთე, წამოუღე, რა საჭიროებები შეიძლება იყოს, მოაგვარე შენ თვითონ და სხვის იმედზე არ იყო. Ну, если вы с детьми приезжаете, так как там нет поблизости магазинов, чтобы выйти и все закупить, то позаботьтесь о ваших детях, что-то с собой возьмите, приготовьте. Аминь. დანარჩენი ძალიან კარგი დღეები გქონდა. Остальное, если что-то вам дополнительно нужно будет, остальное все будет очень хорошо. Аллилуйя. დღეს ზიარება გვაქვს. Сегодня у нас причастие. და ну ეს კარგი არის ეს მსახურება შესაბამისობაში მოვიყვან საკითხსაც. Это ну очень хорошо. მიახლოებით, И я თლათ также ზიარებაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ ახლა. хочу то, о чем мы будем говорить в соответствии с причастием, где-то приблизительно так сделать.
მაგრამ მნიშვნელოვან საკითხზე ვილაპარაკებ. Но сейчас также буду говорить о важном вопросе. მე მინდა პირველ რიგში სცენაზე მინდა რომ წამსი გაუშვათ, გავაშუქოთ. И сейчас я хочу, чтобы у нас на сцене было показано наше верование, чтобы было показано на экране. ჩემო ძვირფასებო, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, ჩვენ რაღაცა ვფიქრობთ, რომ ეს რაღაცა რელიგიური კუთხის ან რელიგიური ეკლესიების რაღაც საკითხი არის ეს. Вы знаете, это очень важный вопрос. Мы иногда думаем, это вот какая-то религиозная сторона, она религиозна в церкви. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალური საკითხი არის და თვითონმა ქრისტიანმა იცოდეს რის ისამს. Но на самом деле это очень важный фундаментальный вопрос, чтобы каждый верующий знал, а во что он верует, верование და его. წამსი იყო მიღებული იმის გამო ეს როგორც კანონიკა ქრისტიანული რწმენისა, რომ ყოველი ვინც ამის მიღმა აზროვნებდა, არ ჩაითვლებოდა ქრისტიანულ ოჯახში. Это было принято как закон христианской веры, соответственно, которому если кто-то, он думал иначе, то он уже не принимается в христианскую семью. მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს არის დოგმატიკის ნაწილია. დოგმატიკა არის, რაც არ იცვლება და რაც გადაკეთებას არ ექვემდებარება და რაც უნდა იყოს მიღებული და განსაზღვრავს ჭეშმარიტებას. Смотри, это часть догматики, которая определяет истину, и догматика это то, что не изменяется, и нельзя это переделать. Фიქრობ, რომ ეს არ არის ცუდი, რომ წამსი ზეპირად იცოდე? И это неплохо знать свое верование на Ну, Иисуса. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო, არის თითოეულ ეკლესიას ხოლმე აქვს თავისი ჩამოყალიბებული წამსიც აქვს. И, конечно же, и у каждой церкви есть свое сформировавшееся верование, то, что они, да, მაგრამ фიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. формируют. Но я также считаю, это очень важная часть. იმიტომ რომ ჩვენ დაურღვევლად ვაღიარებთ ამ Потому ჭეშმარიტებას. что эту истину мы, безусловно, исповедуем, принимаем. მე მინდა რომ წავიკითხოთ. Давайте прочитаем. Я хочу, чтобы мы прочитали. წამს ერთი ღმერთი. Верую единому Богу, მამა ყოვლისშემძლეცისა და მიწის შემოქმედი ყოველივე ხილულისა და უხილავისა. всемогущему Отцу, Творцу неба თქვენად и თქვით земли, ხოლმე ამინ. сотворившему все видимое и невидимое, вы можете Аллилуйя. говорить по ходу «Аминь». და ერთი უფალი იესო ქრისტე ღვთისზე მხოლოდ შობილიძე მამისგან შობილი ყველა საუკუნემდე ნათელი ნათლისაგან ჭეშმარიტი ღმერთისგან შობილი და არაშექმნილი მამის თანაარსი რომლის მეშვეობითაც შეიქმნა ყველაფერი. И веруем... Душе, если барон, да, И веруем единому Господу Иисусу Христу, единородному Сыну Божьему, рожденному от Отца, прежде всех веков, свет от светов, истинный Бог, от истинного Бога, рожденный, но не сотворенный, равный Отцу, посредством которого все сотворено. შემდეგი რომელიც ჩვენთვის ადამიანებისთვის და ჩვენი ღვთისთვის გადმოვიდა ზეციდან ხორცი შეისხა სულიწმინდის ძალით, ქალწული მარიამისაგან და გახდა ადამიანი, ჩვენთვის ჯვარს ეცვა პონტოელი პილატეს დროს, იტანჯა, მოკვდა და დაკრძალეს. Который за нас, за людей и ради спасения нашего сошел с небес, который был воплощен силой Духа Святого и рожден от Девы Марии и стал человеком, который был распят при Понтии Пилате, во времена Понтия Пилата, страдал, умер и был погребен. მესამე დღეს აღდგა, როგორც წერილებში ენათქვამი. Который воскрес, как написано в Писаниях, ავიდა ზეცაში და ზიის მამის მარჯვნივ. был вознесен на небеса и сидит одесную Отца. ის კვლავ მოვა დიდები, Он опять придет во славе, რათა განსასჯოს ცოცხლები და მკვდრები дабы судить живых и мертвых, და მის სამეფოს დასასრული არ и ექნება. его царство не будет конца. და წამს И верю სულიწმინდა, Духа Святого, უფალი და სიცოცხლის მომნიჭებელი, Господу и даятелю რომელიც жизни, მამისგან გამოდის от Отца исходящему, და რომელსაც მამასთან და ძესთან ერთად ვცემთ თაყვანს, и которому поклоняемся вместе с Отцом и Да Сыном, вадидеб. и славим, რომელმაც ილაპარაკა წინასწარმეტყველთა მეშვეობით ილაპარაკა. который говорил через пророков. ამენ. Аминь. წამს ერთი წმინდა საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, Верим в единую святую апостольскую церковь, ვაღიარებ ერთ ნათლობას სოდოთა მიტევებისთვის, также исповедуем одно
исповедуем одно крещение во прощение грехов, ველოდები მკვდრეთით აღდგომას ожидаем воскресения და мертвых მომავალ საუკუნო и სიცოცხლეს. будущей жизни вечной. Аминь, ჰალელუია, ამინ. Ამინ. დიდება ჩვენს უფალს. Слава нашему Господу. ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა ეს цели თემა არის, ჩვენ რომ ჩაუღრმავდეთ თელ სიღრმეს ამ წამსის აღიარების. И, конечно же, это целая тема, если мы будем углубляться во всю суть ბოლო ნაწილი თუ вероисповедания. შეიძლება დავაბრუნოთ. И если можно будет вернуть последнюю часть, которая была, მე დღეს ბოლო ნაწილზე и ვილაპარაკებ. буду говорить сегодня вот об этих последних словах. ველოდები მკვდრად აღდგომას Мы ожидаем воскресения და мертвых მომავალ საუკუნო и будущей სიცოცხლეს. жизни вечной. ამინ. Аминь. ჩვენ ვაღიარებთ როგორც საფუძვლად ჩვენი რწმენისა. Мы исповедуем как это в основании нашей ეს არ веры. არის ჩემო ძვირფასებო რაღაცა კიდევ ამბობ რელიგიური რაღაც იმიჯისთვის. И это не что-то такое религиозное или ради религиозного имиджа. ჩვენ ველოდებით მკვდრეთით აღდგომას. Мы ожидаем воскресения მე мертвых. მინდა დღეს მკვდრეთით აღდგომას შესახებ И ვილაპარაკო. я хочу говорить сегодня о ეს воскресении. აღდგომას საზეიმომსახურებას სალაპარაკო თემა არ არის. Это не просто тема для ეს пасхального არის служения. ფუნდამენტალური საკითხი ეკლესიის და მორწმუნეთა ცხოვრებაში. Это фундаментальный вопрос для жизни верующих и для жизни ჩემო церкви. ძვირფასებო, თუ ჩვენ არ გაგვაჩნია კურსი რწმენისა, არა ვარ ჩამოყალიბებული, რის გვჯერავს და საით მივდივარ და რაზე ვდგევარ. Если у нас не сформирован этот курс нашей веры, во что мы веруем, на чем ჩვენ мы ვიქნებით როგორც стоим, გზაბნეული ცხვრები, тогда мы будем как овцы заблудшие, რომლებიც უბრალოდ საკუთარ გრძნობებს, ემოციებს და სურვილებს აყოლილები ვარ და დაკარგულები ვარ სადღაც. которые потеряны и ведомы просто своими чувствами и эмоциями. თუმცა ჩვენ ასე არა ვართ. Хотя мы не таковы. ამენ. Амен. დიდება უფალს. Слава Господу. იცი, ეს მრწამსი აყალიბებს რისი გვჯერავს. Знаешь, это верование, оно формирует то, во что мы веруем. მრწამსი ეკლესიას იცავს ასევე ცრუსწავლებისგან И вероисповедание, конечно же, защищает церковь от лжеучения. და მორწმუნეებს აერთიანებს ძირითად საკითხებში, რომ ერთ აზრში ვიყვეთ. Объединяя верующих в основных вопросах, чтобы мы были იმიტომ რომ ძალიან единомысленны. ბევრი აი ამ საკითხებზე ძალიან ბევრი განსხვავებული აზროვნება არის ეკლესიაში. Потому что по этим вопросам очень много разных мнений в церквах. დღეს ხო ენა ზვალი არა აქვს და ვისაც რა უნდა ყველაფერს ლაპარაკობს. Сегодня язык без костей, так сказать, и поэтому кто что хочет, то и говорит. დედაბრული ზღაპრები დღესაც მოდაში არის И ეკლესიებში подобные бабьи сказки, они сегодня в моде в церкви. და სიზმრებზე დაშენებული რწმენა И კიდევ. вера, которая на различных снах выстраивается. მაგრამ ჩვენთვის ნიშნელოვანი არის რომ სწორი სიღრმისეული საფუძვლები გქონდეს. Но для нас очень важно, чтобы у нас были правильные и глубокие რა თქმა უნდა основания. კიდევ ამბობ ვიმეორებ თანამედროვე ეკლესიაში И я еще раз повторяюсь, что в современной ბევრი სხვა церкви ცდუნებაც არის და ამ წამსით არ შემოვისაზღვრებით რომ ჭეშმარიტება დავიცოთ. есть много еще другого. Мы не ограничены только этим вероисповеданием в защите истины. რაღაც საკითხებზე ჩვენც მუშაობთ. Над какими-то вопросами мы также сами работаем. და ვნახოთ გვაქვს იდეა რომ ეს როგორც წიგნის სახით ან რაღაცის ფორმატის სახით გამოვცეთ რა სვასწავლით რაღაც საკითხებზე და რა არის გადაცდომა და რა არის სწორი და რა არის არასწორი. И у нас есть идея потом издать это в виде книги, в формате книги, чтобы вы понимали, Მაგრამ что правильно, დღეს что მკვდრეთი неправильно об დაგდგომას მინდა основных შევეხო. вопросах. Но сегодня я хочу касаться воскресения мертвых. იმიტომ რომ კიდევ ამბობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი Потому არის. что я повторюсь, это очень-очень важный ეს вопрос. ფუნდამენტალური საკითხია Это фундаментальный вопрос. და ამაზე ბევრი ფასეულობა დგას И ქრისტიანული. на этом очень много христианских ценностей стоит. ჩემო ძვირფასებო, ქრისტიანობა არ არის ფილოსოფია. Дорогие мои, христианство — это не философия. ქრისტიანობა არ არის ვარაუდი. Христианство — это не что-то предполагаемое, ჩვენ ასე არ предположительное. ვლაპარაკობთ, მე ვფიქრობ. Мы не говорим так, я так думаю. ჩვენ ესე არ ვლაპარაკობთ რაღაც ეს ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობისა არის და რაღაც ციფრებში და რაღაც აბსტრაქტულად უნდა ხედავდე Мы ყველაფერს. не говорим, о, это в каком-то переносном смысле, ты как-то Христианობა ეს არის абстрактивно факты. какими-то цифрами должен видеть. Нет, христианство — это факт. ჭეშმარიტება ეს არის ფაქტი. Истина — это факт. და ეს არის ფაქტები, რომელზეც ჩვენ დგევარ და ვაშენებ ჩვენს რწმენას. Это факты, на которых мы стоим и на которых мы строим нашу веру. ამენ. Аминь.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Это очень важно. ასევე მინდა გითხრათ, რომ აღდგომა არ არის ლეგენდა. Также я хочу вам сказать, что воскресенье это не легенда. არც სიმბოლური И არის. это не что-то символическое. და არც რელიგიური იდეა И არის. это не какая-то религиозная идея. იმიტომ რომ ამ საკითხს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ყავს. Потому что по этому вопросу существует очень много და критиков. მომგებიანი თემა არ არის ზოგჯერ. И это не такая, это невыгодная тема порой. ამიტომ თუ ხალხისთვის უფრო ისე ვილაპარაკებთ, რომ ეს ყველაფერი იდეა აღდგომა გადატანითი მნიშვნელობით არის, მხოლოდ ჩვენი პრობლემებიდან გამოსულას ეხება და აქამდე ჩამოვიყვანთ ჩვენ ვცდუნდებით. И если мы это ведем и скажем людям, это в переносном значении, это касается только каких-то сфер наших проблем, и вот мы унизим это и опустим это, ჰალელუია. то тогда это приведет к соблазну. იესო ცოცხალია ძვირფასებო. Аллилуйя, Иисус живой, და ეს არის дорогие. ფაქტი. И это факт. სიკვდილი დამარცხებულია. Смерть побеждена, ეს არის факти. это факт. და ჩვენი რწმენა რომ რეალურია, ეს არის И факти. то, что наша вера реальная, это факт. პირველი ცოტა რაც მინდა გითხრათ. И чуть-чуть то, что я хочу вам сказать первое. ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანების და კაცობრიობის. Большая проблема людей и человечества. ეს არ არის საჭმელი. საჭმლის უკმარისობა. Это не недостаток еды, пищи. ჩვენ რწმენა არ ჩამოყვავს აი აქამდე. Мы не сводим нашу веру до этого. ჩვენ კიდევ ამბობ, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის ადამიანის ყველაზე მთავარი გადამწყვეტი პრობლემა, საჭმლის საკითხი იყოს მოგვარებული. Я еще раз говорю, да, это серьезная проблема, но это не самая главная важная проблема, чтобы был решен როგორ вопрос ყველაფერი с რაც недостатком еды. მნიშვნელოვანია, არ არის მთავარი. Знаешь, не все, что важно, главное. ხო ასეა? Это же так? ესე არც ის არის ყველაზე მთავარი ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენი ყოფითი ცხოვრება იყოს მოგვარებული. И даже не самое важное то, чтобы наша повседневная жизнь была სწორად восполнена. გამიგეთ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. Пожалуйста, поймите меня правильно. Мы не говорим, მაგრამ ეს что არ это არის незначимо. მთავარი პრობლემა Но კაცობრიობის. это не главная проблема человечества. გახსოვთ? ისი იესო ამაზე აქცენტს აკეთებდა. Иисус наш делал на этом акцент. ის ამბობდა, რომ მოტივი საჭმლისთვის მიხვიდე ღმერთთან ეს ძალიან ისეთი საკითხი არის. Он говорил, что быть мотивированным и приходить к ანუ Богу ღმერთს едой გაცილებით ради მეტი еды, რაღაცების მუტანა უნდა ჩვენ это ცხოვრებაში. не самое главное. Бог намного больше хочет თქვენ дать в იმის нашу გამო жизнь. მეძებთ, რომ თქვენი ყოფითი მოაგვარეთ, პური ჭამეთ და გაძეხით. Вы, говорит, ищете потому, что ваше повседневное было удовлетворено. Вы ели хлеб и насытились. მაგრამ არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. Но есть вопрос поглавнее. ეს არის სიკვდილის საკითხი. Это вопрос смерти. სიკვდილი არის კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემა და ადამიანის ყველაზე დიდი მტერი. Смерть — это самая большая проблема человечества. Это самый большой არ враг არსებობს человека. ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს სიკვდილზე. Не существует человека, который бы не думал о არ смерти. არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აშინებს сиკვდილი. Нет человека, которого бы не пугала смерть. სიკვდილზე ფიქრი ყველაზე უიმედო მდგომარეობაში აყენებს ადამიანს. И именно мысли о смерти могут поставить человека в самое безнадежное Хлебе чем положение, он состояние привести. მოდი Понимаете, უბრალოდ дорогие? დავფიქრდეთ, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ გარდა სიკვდილისა. Давайте мы вот так скажем, мы все можем решить, разрешить, кроме вопроса ყველა პრობლემა смерти. შეიძლება გადაჭრა ადამიანური ძალის ხმევით არის შესაძლებელი. Все проблемы можно уладить человеческими усилиями. მაგრამ ის რაც ჩვენ გულს გვიკლავს, რაც ჩვენ გაუგებრობაში გვტოვებს, რაც ჩვენ სიცარიელეში გვტოვებს, ეს არის ფიქრი სიკვდილზე, სიკვდილის საკითხი. Но то, что разбивает сердце, несет пустоту и замешательство к нам, это вопрос о смерти. მე 50 წლის ვარ. Мне 50 лет. და რა თქმა უნდა, რა დროს შემი ამ თემაზე ლაპარაკი არის, Поэтому, ვიფიქრო რამე. можно подумать, какое время мне об этом говорить, об этом вопросе. მაგრამ Но- ჩემო ძვირფასებო, Мои дорогие, ეს ჩემთვის რეალობა არის. это для меня реальность. მე ვფიქრობ ამაზე. Я об этом думаю. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება არის შეზღუდული. И я думаю о том, что моя жизнь ограничена. მე ვცხოვრობ შემოსაზღვრულ დროში. И я живу в ограниченном времени. და ეს არც თუ ისე ეს მაიძულებს, რომ შევეგუო მდგომარეობას. И так или მაგრამ иначе, არც თუ ისე მაბედნიერებს. можно приспособиться к этому, но не так уж сильно это меня делает счастливым. ხდები ჩემო ძვირფასებო. Понимаете? მას სიკვდილის როცა ვლაპარაკობთ, მას თავისი ტკივილი მოაქვს. Когда мы говорим о смерти,
Когда мы говорим о смерти, это приносит какую-то Ზე свою ადამიანი, რომელიც болезненность, боль. ქმნი, რომელიც შრომობ, რომელიც საფუძველს უყრის შენ ცხოვრებას და მაშინ როცა შენ რაღაც საფუძვლები ჩაუყარე, შენ უნდა დასტოვო ეს ყველაფერი, შენ უნდა წახვიდე, ეს არ არის ადვილათა სატანი. Человек, который трудишься, работаешь над своей жизнью, загладываешь в ней определенные основания, и потом ты понимаешь, что все это должен оставить и уйти. Не იყო так ერთი уж это ცნობილი легко. ფილოსოფოსი, Был один известный философ, რომელსაც ჰქონდა გავლენა он был влиятелен. და ერთხელ მას კითხვა დაუსვეს, И однажды ему задали როცა მას вопрос, საჯარო შეხვედრა ჰქონდა. когда у него была публичная встреча. ახალგაზრდა კაცი შეეკითხა მას, თქვენ რას ფიქრობთ მასწავლებელო სიკვდილზე? Молодой человек спросил его учителя, а что вы думаете о смерти? და გული წაუვიდა, გონება დაკარგა. И он потерял сознание. როცა მოასულიერეს, მან თქვა, არასდროს დამისვათო ეს კითხვა. И когда его привели в чувство, он потом сказал, იმიტომ რომ ეს ჩემს ცხოვრებას ანგრევს. никогда не задавайте мне этот вопрос более, потому что он разбивает мою жизнь. ეს საშინელი მტერია. Потому что это страшнейший враг. დები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? და იესო ქრისტე მოვიდა, А Иисус Христос пришел, რომ ყველაზე მთავარი მტერი გაენადგურებინა. чтобы уничтожить этого самого страшного главного ებრაელთა врага. მიმართ წელში წერია, В послании к евреям написано, რომ სისხლსა და ხორცზე ზიარა. ანუ ადამიანურ ხორცში მოვიდა ის. что он стал сопричастен ადამიანის плоти и крови, ბუნებაში მოვიდა ის. что он пришел во плоти человеческой в природе და человека. სიკვდილი დაეთრგუნა. И он смертью попрал смерть. და არა იმიტომ ჩემო ძვირფასებო იესო არ იყო ესეთი არ მოვიდა რომ ჯამბაზი ყოფილიყო ან რაღაცა цирки მოეწყო ჩვენთვის. И знаешь, Иисус не пришел для того, чтобы устроить какой-то ის არ цирк. მოვიდა რომ სანახაობა მოეწყო. Это не была какая-то клоунада, он не пришел сделать какое-то зрелище. რომ ჩვენ გვეთქვა ო იესო რა მაგარი ხარ, აი პიროვნება წარმოგვიდგა სუპერგმირი და ჩვენ ყველა მეხატაში უნდა დაუკრათ. Знаешь, такой супергерой, и все мы аплодируем ему. ჩვენ ზოგჯერ ჩვენი რწმენისა ეს რაღაც ამ ტიპს ვაყალიბებთ ხოლმე, ჩვენ ვაქებთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა ვაქოთ, რომ ღვთის რისხვა არ გვეწიოს. Вот порой мы вот так представляем, мы вот хвалим, и мы должны как-то хвалить, дабы гнев Божий нас не постиг. ღმერთს ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ამაში. Но у Бога была одна самая важная цель, главная ღმერთმა цель ზუსტად в იცოდა этом. ჩვენი საჭიროება. Бог точно знал нашу нужду. ყველაზე დიდი და მძიმე პრობლემა, რომელსაც ვერასდროს ვერ გადავჭრიდით. Эту самую большую и тяжкую проблему, которую бы мы никогда сами не смогли бы решить. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი შინაგანად გრძნობს, რომ არადისობისთვის შექმნილია. Особенно тогда, когда внутренний человек чувствует, что он сотворен для вечности. და გაათავისუფლოსო ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ. И освободить тех, которые от страха смерти всю жизнь были подвержены рабству. ეხლა იყავით ამ დაბალი, А сейчас будь смирен, რომ შევძლოთ ამის აღიარება, чтобы мы могли признать то, რომ სიკვდილის შიშს ყველა ადამიანი მონობის ქვეშ აღავს. что страх смерти порабощает всех людей. შიშის უღელი. Вот этот гнет მე არ ვამბობ ეხა страха. სამჭიქა არ აღსრო დალევ და აი მედი მესროლეთ არაფრის ამეშინია. Я не говорю, когда после 3 არა рюмочек водки тебе ჩემო море по колено. Я не об этом არა говорю. ჩემო Нет, ძვირფასებო, дорогие, არა. не об этом. ეს не об ასე этом. არ არის. Это не так. ეს საკუთარ თავთან გულახდილად დგომა არის. Это когда ты честен сам с собою, искренен. ჩვენ შეიძლება არ ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. Да, мы можем не говорить об этом вопросе, და ამით პრობლემები არ გვარდება. но этим проблемы не решаются. საბოლოოდ ჩემო ძვირფასებო, В конце, дорогие, под конец, ჩვენ ყველა მივართ სულისა და სხეულის გასაყარის მომენტში. мы же все дойдем до момента, когда душа покинет тело. და მაშინ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება შენთვის. И вот тогда это будет самый важный вопрос для тебя. იმიტომ რომ ან შენ გადახვალ და რწმენით სიხარული და გააკ პასუხი და მიდიხარ გამარჯვებული, ან შენ იქნები შიში, შეშინებული, ზეწოლის ქვეშ, მონობაში და შეიძლება დაკარგული. Потому что либо ты будешь в страхе, в угнетении, и ты будешь запуган, либо твой переход будет с радостью, победоносно. ჩემო ძვირფასებო, ხშირ შემთხვევაზე ჩვენი ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის ხოლმე მიზეზი იმისა, რომ რეალიზებული ვიყო და ამიტომ უბრალოდ სიკვდილს გაურბივარ და იქნებ როგორმე შევაჩეროთ ის. Часто мы заботимся о здоровье. Нет, не потому что так хотим быть реализованы, а потому что на самом деле мы избегаем смерти, хоть как-то бы იმიტომ რომ ее ჩვენ არ გვინდა отдалить. რომ ეს დრო დადგეს მალე. Потому что мы не хотим, чтобы это время быстро наступило. მორწმუნეების ცხოვრებაშიც ასე არის. И в жизни верующих тоже так. და მე მინდა რომ შევეხოთ ჩვენ ახლა ამ საკითხს. И я хочу сейчас коснуться этого вопроса. სადამდესაც შევძლებთ რომ მივიდეთ. Дойдем
куда сможем дойти, насколько сможем. მან გაგვათავისუფლა სიკვდილის Он შიშისგან. освободил нас от страха მე смерти. მინდა პირველი კორინთელთა მე-15 თავი წავიკითხოთ. Я хочу прочитать 1 Коринфянам 15 главу. ეს არის 11-დან 24-მდე. Это с 11 по 24 стих. აი მე ვარ თუ ისინი ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ. Итак, я, они ли, мы так проповедуем, и вы так ხოლო თუ уверовали. ქრისტეზე იქადაგება რომ მკვდრეთით აღსდგა, Если же о Христе проповедуется, что Он воскрес из როგორ мертвых, გაამბობ ზოგიერთი თქვენთაგანი არ არის რომ მკვდრეთით აღდგომა? как некоторые из вас говорят, что нет воскресения мертвых. თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა. Если нет воскресения мертвых, то и Христос не воскрес. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და фуჭი ყოფილა თქვენ ირწმენაც. А если Христос не воскрес, то и проповедь наша тщетна, и вера ваша. ღმერთის სრულმოწმენის გამოვდექით. Притом мы оказались бы уже свидетелями რადგან Божьей, ვამოწმებით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია. потому что мы свидетельствовали, что Бог воскресил Христа, которого Он не воскрешал. მაშა სადამი არც მკვდრები არ აღდგებიან. И, то есть мертвые тогда, соответственно, не რადგან თუ воскресают. მკვდრები არ აღდგებიან, Ибо если мертвые не воскресают, ქრისტეც არ აღმდგარა. то и Христос не воскрес. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, А если Христос не воскрес, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა ваша вера тщетна. და კვლავ თქვენ სოდებში ხართ. Вы еще во грехах ваших. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს. Поэтому и умершие во Христе погибли. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანებზე საცოდავები И ყოფილვართ. если мы в этой только жизни надеемся на Христа, то мы несчастнее всех человеков. ხედავთ ჩემო Вы ძვირფასებო. видите, дорогие мои, ნახეთ. посмотрите. და მე კარგა ერთი წამით. მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე. Но Христос воскрес из мертвых. განსვენებულთაგან პირველი ნაყოფი. Первенец из умерших. რადგან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, Ибо как смерть через человека, ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა. так через человека и воскресение. რადგან როგორც ადამში კვდება ყველა, Как в Адаме все умирают, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. так во Христе все живут. და თითოეული თავისი წესი. Каждый в своем порядке. თავდაპირველად პირმშო ქრისტე, Первенец Христос, ხოლო შემდეგ ქრისტესნი. потом Христовый მისი в მოსვლისას. Его пришествии. მერე დადგება აღსასრული, А затем конец, როცა მეფობას გადასცემს когда Он предаст царство უფალსა და მამას. Богу и Отцу, მას შემდეგ რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას და ყოველ უფლობას და ყოველ ძალას. когда упразднит всякое начальство и всякую власть и всякую силу. ჩემო ძვირფასებო, Мои дорогие, ესე დღეს ხშირად ისმის ეს კითხვები. вы знаете, сегодня часто слышатся эти вопросы. დღეს ბევრმა მორწმუნემ არ აქვს დარწმუნება მართლა იქნება აღდგომა თუ არ იქნება. Сегодня многие верующие даже не уверены, на самом деле ли будет воскресенье или его не будет. ჩემო ძვირფასებო, რამდენი მილიარდი ადამიანია, რამდენი მილიარდი ქრისტიანია. Мои дорогие, сколько миллиардов людей и сколько миллиардов христиан. ხალხს აქვს რელიგია. У людей есть религия. და ჩვენთან მოდი ესე ვთქვათ, რომ 99-18% ქრისტიანი არის ამ ქვეყანაში. И давай мы скажем так, 98-99% в этой стране это христиане. მაგრამ ჩვენ თუ ეხლა გავალ და ვეტყვით ადამიანებს, რომ მკვდრეთით აღდგომას მოველით და მკვდრები აღდგებია, გეტყვიან, რომ იეღოველი ხარ. Но если мы сейчас выйдем и скажем людям, что мы ожидаем воскрешения мертвых и веруем в него, скажут: все, свидетели Иеговы. შეიძლება ვიღაცამ ჯვარი ჩაგარტყას თავში, რომ ეშმაკეული ხარ. А кто-то, знаешь, так крестом тебе по голове, ხვდები ჩემო посчитав тебя за ძვირფასებო. бесноватого. Понимаете, дорогие? საერთოდ სად ცხოვრობ ჩვენ? Вообще, где мы живем? ადამიანები დადიან ეკლესიებში. Люди ходят в церква. ლოცვებია, კითხულობთ. У них есть Библияსაც молитвы, ვკითხულობ. читаем Библию. ჩვენ ვიღაცას არ ვეხებით, რომ სადღაც არის ესე. Мы не касаемся кого-то, где-то у кого-то так. მე ჩვენს ეკლესიებში ვიცი ადამიანები როგორ აზროვნებენ ხოლმე И ხშირად. я знаю о людях в наших церквах, как ხალხი они часто რომელიც мыслят. დაბერდა ეკლესიაში და მაინც ფიქრობ, ნეტა რომ მოვკვდები, მაინც სადაც გინდა გადამაგდეთ. Люди, которые состарились и думают: а если умру, куда хотите, туда выкиньте. წარმოიდგინე 50 წელი ადამიანი ეკლესიაში დადის Представь, 50 лет человек ходит в церковь. და მხოლოდ ერთი სული აქვს, რომ მოვკვდება, საყვარელი ბებია უნდა დახვდეს იქ. И только у него одно желание, когда умрет, чтобы встретиться там с любимой бабушкой. არა, მორწმუნე წარმოიდგინე, რომ სიხარული ქრისტესთან შეხვედრისა. Ты представляешь, у верующего нет радости встречи со Христом. ხდები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მივდივართ ქრისტესთან. Да, мы говорим, мы идем ко Христу. როცა სხეულს დავტოვე, ჩვენ მივდივართ ქრისტესთან. Когда тело покинем, идем ко Христу.
რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი არის ჩემი ნაცნობი, რომელიც იმ ქვეყანაში წასულია. Вы знаете, у меня много людей, знакомых, которые уже перешли туда, მათ ბეც უფალი განსაზღვრავს. и их судьба определяет Господь. მაგრამ მე არ მივდივარ იმ ქვეყანაში ნათესავების მოსანახულებლად. Но я на тот свет не иду, чтобы посетить родственников. ჩვენ მივდივართ ჩვენ საყვარელ უფალთან შესახვედრად. А мы идем на встречу с нашим ჩვენ любимым ბრუნდებით სახლში, Господом. რომელსაც ქვია ზეციური სამეფო. Иисусом Христом мы возвращаемся в дом, который называется Царство Дебит, чем узырпасебу. Небесное. Понимаете, дорогие? მაგრამ იცი რაღაც მინდა დღეს თქვა. Ну, знаете, я хочу что-то сегодня сказать. იცი ჩვენ ვასწავლით და სწორია, იმიტომ რომ სახარება ასწავლის ამას. Мы обучаем это правильно, Евангелие учит этому, სულის გადარჩენაზე. о спасении души. როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით, И когда мы умрем, ჩვენი სული გადავახმართ ის თანდასწრებაში. душа наша перейдет в Божье присутствие. ეს მშვენიერი აღთქმა გვაქვს И ჩვენ. у нас такое это прекрасное ჩვენ обетование. მშვიდად წავალთ. Мы в покое уйдем. მაგრამ ეს არ არის საბოლოო კურთხევა ჩვენი. Но это не наше последнее ეს благословение. არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება. Это не наша последняя остановка. ჩვენ მოველით კუდრეთით Мы აღდგომას. ожидаем воскрешения мертвых. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სხეულებში Для დაბრუნება. нас важно потом вернуться в тела. ღმერთი დაგვირდა ჩვენ, რომ დიდება გვექნება И სხეულებში. Бог обещает, что у нас будет слава в телах. დებით, Понимаете? ჩვენ ისინი, ვინც გარდაიცვალნენ ქრისტიანები. Мы, христиане, те, которые умерли. იცი ახლა სად არიან? Знаешь, где они? ისინი არიან ღმერთის თანდასწრებაში, Они в Божьем присутствии, მაგრამ არასრულ დიდებაში. но не в полной славе. ისინი არიან აღდგომის მოლოდინში. Они в ожидании воскресения. რადგან იციან, რომ აღდგომა არის მათი საბოლოო განდიდება და მიზანი. Потому что они знают, что их последняя цель и слава – это воскресение. ისი ჩემო ძირფასებო, ჩვენ გარდაცვალების შემდეგ Вы знаете, после смерти, дорогие, არ გვექნება ესეთი შეგრძნება, რომ მეტი აღარაფერი გვინდა. у нас не будет такого чувства, что мы больше ничего не хотим. ჩვენ ვიქნებით მოლოდინში, Мы будем в ожидании როდის დადგება ის დიდებული დღე, როცა ჩვენს სხეულებს დაუბრუნდებით. того славного дня, когда мы вернемся в наши тела. იცი, როცა სხეულის აღდგინებაზე ვლაპარაკობთ, მორწმუნეები ჩიხში შედიან. И когда мы говорим о скрешении мертвых, верующих это заводит в тупик. ბევრგან შეცვალეს სწავლება და ამბობენ, რომ ეს გადატანითი მნიშვნელობით არის. რაღაც ალეგორიულად უნდა გავიგოთ, ან რა ვიცი. Очень многие уже изменили свои учения, говорят, это в переносном смысле. Мы должны как-то аллегорически это понимать. ზოგი უფრო რაღაც ინდუსურ თუ ბუდისტურ თუ კრიშნაინდურ სწავლებაში გადაიტანა ქრისტიანობა. Другие превратили христианство в буддизм, кришнаизм, ну иесом иудаизм ეს იგულისხმება, რომ აი აღდგები შენ შვილში და შვილი შვილში განდიდდები, იმიტომ რომ მამაც ხო ძეში იყო. Потому что там уже начинают говорить, так, ты прославишься или восстанешь в своем внуке или правнуке, ведь отец тоже был в сыне. ზოგმა უბრალოდ შესანდობრის დონეზე დაიყვანა ჩვენს ქვეყანაში, რომ იქამდე ვიდრე მომგონებელი ყავს, მკვდარიც არ ახარ. А другие до того довели это, что ты не мертв до тех пор, пока есть тот замысел იცი тебя. რატო არის ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ადამიანი ხელმოსაჭიცეძებს რაღაცა საიმედო შეეხოს. თავარია რაღაცა შეიქმნას ისეთი, სადღაც გაიყუჩებს ცოტახანი ამ გზნობებს. Почему? Потому что человек пытается за любое что-то ухватиться, чтобы как-то это все внутри себя успокоить. მოველით მკვდრეთით აღდგომას. Но мы ожидаем воскрешения мертвых. ჩვენ დღეს მოველით ეკლესია მკვდრეთით Церковь აღდგომას. сегодня ожидает воскрешения мертвых. ესე რამოდენიმე საკითხი არის, რასაც მოელის ეკლესია. И есть несколько вопросов, в ожидании которых церковь. ჩვენ მოველით მკვდრეთით Мы აღდგომას. ожидаем воскрешения мертвых. ჩვენ ასევე მოველით იესო ქრისტეს А დაბრუნებას. мы также ожидаем возвращения пришествия Иисуса Христа. Аминь. ანუ მოლოდინის რეჟიმი გვაქვს ჩვენ. У нас режим ожидания. და ჩვენ მოველით განკითხვას. И мы ожидаем также суда. ამენ. Аминь. ისი ჩვენ მოველით, ეს ჩვენი მომავალია. ჩვენ ამას ვამბობთ, რომ ეს იქნება, ეს სამი რამ ჩვენი მომავალი არის. Мы ожидаем этого, это наше будущее. Эти три, чего? Это наше будущее. ჩვენი უფალი დაბრუნდება. Наш Господь вернется. და ეკლესია მასთან შეხვედრის რეჟიმშია. И церковь в ожидании встречи с Ним. მაგრამ ჩვენ უფრო სხვა იმედები გვაქვს დღეს. Но у нас сегодня какие-то другие ეს надежды. იმედები გადავწიეთ ჩვენ. А вот эти надежды мы отодвинули в сторону. ჩვენ მოველით საბანკო ბანკევალების განულებას. Мы ожидаем обнуления банковских долгов. ჩვენ მოველით იმას ამინისტია როდის გამოვა, რომ რაღაც შეგვეფოს. Мы ожидаем амнистия. Когда же будет амнистия, чтобы что-то там нас затронуло? დებით ჩვენ მოველით, რომ რაღაცა ფულის წვიმა მოვა ერთ დღეს. Мы
ожидаем финансового дождя, который ეს пойдет в ნიშნელოვანი один день. საკითხები არის, ყოფითი არის. Да, это все потребно, это важные вопросы. მაგრამ ნახე ჩემო ძვირფასებო, თუ მარადიული აზროვნებით აზროვნებდა, როგორც ქრისტიანი ასე ხედავ, მაშინ ესეც ყოფითი არის, მარადიული ღირებულებები, იმიტომ რომ მარადისობაში ხედავთ ჩვენ თავს. Но, дорогие, если у вас мышление вечности, тогда вашей потребностью будет и это, потому что мы вечны и в ожидании вечности. ალელუია. Аллилуйя! მოველით მკვდრეთით Мы აღდგომას. ожидаем воскрешения ჩვენ мертвых. მოველით, Мы ожидаем, როცა ჩვენი სხეულები გაცოცხლდება. когда наши тела живут. მე წავიკითხავ ამ ადგილს, მაგრამ იქამდე რაღაცაზე მინდა ვილაპარაკო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. Я прочитаю этот текст, но до этого позвольте сказать вам, насколько это важно. ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტე აღსდგა. Мы говорим, что Христос воскрес. მაგრამ ამავე დროს თუ გწამს, რომ აღდგომა არ არის, Но если одновременно мы тут верим, что нет воскрешения, შესაბამისად ჩვენ უარყოფთ პირველს. соответственно, мы этим отрицаем первое. ისი ჩვენ ზოგჯერ მორწმუნეებს უნდა კარგები გამოვიდნენ. ეხა ქრისტე არ აღდგარა ეს ნაკლებად დასაჯერები. არა, ქრისტე აღდგა. მოდი ეს ქრისტეს არ შევეხოთ, ქრისტე აღსდგა. И мы, верующие, хотим выглядеть хорошо. И да, мы как признаем, პირველი Христос ჩვენ воскрес. გვესმოდეს, რომ ღმერთს არც განკაცება სჭირდებოდა, არც სიკვდილი სჭირდებოდა, არც აღდგომა სჭირდებოდა, ეს ჩვენ გვჭირდებოდა. Мы должны понимать, что самому Богу не нужно было ни боговоплощения, ни смерть, ни воскресения. В этом нуждались мы. იესო მოვიდა დასახმარებლად და არა იმიტომ რომ ენახვებინა რომ ნახე მე სიტყვის დამთხმუნველი ვარ. Иисус пришел, дабы помочь нам, а не для того, чтобы показать, смотрите, я тот, ის кто მოვიდა побрал როგორც смерть. მხსნელი რომ გავეთავისუფლებინეთ. Он пришел как Спаситель, дабы освободить нас. ნახე ჩემო ძვირფასებო, თუ ვამბობთ რომ არ მოველი მკვდრეთით აღდგომას, მაშინო ქრისტეც არ აღმდგარა. Смотрите, если мы говорим, что нет что мы не ожидаем воскрешения мертвых, იმიტომ რომ тогда ნახე Христос не ერთი воскрес. ჩამოშლით ყველაფერი იშლება. Потому что стерев одно, стирается все თუ остальное. ქრისტე არ აღმდგარა, Если Христос не воскрес, მაშინო თქვენი ცოდვების ნაპატიები არ არის. тогда и грехи ваши не прощены. ხდებით? ისევ ჩვენ ცოდვებში ყოფილვართ. Тогда, оказывается, мы все еще во грехах наших. საინტერესოა. Интересно. მაშინო თქვენი რწმენა ფუჭია. Тогда ваша вера тщетна. თუ ქრისტე არ აღმდგარა, Если Христос не воскрес, თქვენი რწმენა ფუჭია. вера ваша тщетна. მაგრამ თუ Но შენ если- ამბობ რომ აღდგომა არ არის, Ты говоришь, что нет воскрешения, მაშინ ქრისტე არ აღმდგარა. тогда и Христос не воскрес. იმიტომ რომ ეს ერთად განიხილება. Потому что все это рассматривается едино. და თუ აღდგომის არ აღჯერავს, ეს იგი შენ აღიარებ რომ ქრისტეც არ აღმდგარა. И если ты не веруешь в воскрешение, ჩვენი тогда ты ცოდვის პრობლემები არ არის გადაჭრილი. этим признаешь, что Христос не воскрес, и ჩვენი проблема რწმენა греха სისულელე არის не საერთოდ. решена, и вообще наша вера это глупость. ხდებით? Вы და понимаете? პავლე მოციქული ამბობს, გამოდისო და ჩვენსო ცრუმოწმენი ვყოფილვართ, ცრუმოციკულები, რადგან ვამოწმებდით, რომ ის აღსდგა და ღმერთს არ აღუდგენია. И апостол თუ Павел კი говорит- მკვდრები არ აღდგებიან. Тогда мы оказываемся лжесвидетелями и лжеапостолами, если мы свидетельствуем, что Он воскрес, а Он не воскрес. კიდევ ამბობ, თუ აღდგომა არ არის, ქრისტე არ აღმდგარა. Еще раз говорю, если воскрешения нет, тогда и თუ Христос не ქრისტე არ воскрес. აღმდგარა, ქადაგება цариელი არის, არაფრის მომცემი. Если Христос не воскрес, проповедь она თუ пустая, ქადაგება ничего не цариელი არის, дает. წმენა цариელია. А если проповедь тщетно пуста, тогда и вера და თუ тщетна. წმენა цариელია, მაშინ ჩვენი ცოდვები ჩვენზე რჩება. А если вера пустая и тщетная, тогда и грехи наши остаются на нас. აი რას ნიშნავს ერთით ვითომ ისეთი რაღაცა აზრის უარყოფა. Вот что значит, как будто что-то такое вот отрицать одно только. ჩვენ მოველით მკვდრეთით Но мы აღდგომას. ожидаем воскрешения мертвых. მე მინდა რომ ხელით დაამოწმოთ რომ მოელით. Покажите рукой, подтвердите, что вы ожидаете. ანუ თუ არ მოელი, Если не ожидаешь, შენ უარყოფ ქრისტეს тогда აღდგომას. ты этим отрицаешь воскрешение იმიტომ Христа. რომ ქრისტეს აღდგომა სხვა აზრი არ Потому ქონია. что другого смысла воскрешения გარდა Христа не იმისა, было, რომ შენთვის მოეტანა აღდგომის იმედი. кроме того, чтобы принести тебе надежду воскресения. ალელუია. Аллилуйя. ჩემო ძვირფასებო, თესალონიკელთა მიმართ წერილში წერია Послание к Фессалоникийцам, дорогие, написано. 5:23 არის. Это 5:23. რომ თქვენო სრულად და მთლიანად Что вас в полноте и в სული целостности, სამშინელი და სხეული. ваш дух, душу и тело. ადამიანი არ არის სრულფასოვანი სული. Человек это не полноценный дух, ადამიანი სრულყოფილი არის სულში, შინვაში და а სხეულში. человек полноценен духом, душой и телом.
ამიტომ ჩემო ძირფასებო, რა თქმა უნდა, ჩვენ დროებით როცა სხეულს ტოვებთ. И поэтому, дорогие, когда мы время ეს არის დროებითი оставляем მოვლენა. тело, это временное явление. და მაშინაც კი ჩვენ გვგევართ იმის მოლოდინში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის სხეულში დაბრუნება. И даже тогда мы находимся в ожидании, что სხეულში ცხოვრება. того, что важно для нас, это ღმერთი возвратиться в დავყირდა тела. ჩვენ, რომ არადიულად ვიცხოვრებთ სხეულებში. Воскрешение тела, потому что Бог пообещал нам о Вигац- том, что будет воскрешение, и мы будем вечно ვიღაც жить в კითხვის, телах. რატო დაისვა კორინთელთა ეკლესიაში ეს საკითხი, ასე ფართოდ რატო გაშალა პავლე მოციქულმა? Можно задаться вопросом, почему этот вопрос поднялся в Коринфской იმიტომ რომ როგორც церкви, დღეს и Павел ბევრი так раскрыл საკამათო его. აზრი იყო. Потому что там было очень много спорных мнений. об ვიღაცები этом. ამბობდნენ, ასწავლიდნენ, ის ვიღაცა აქ არ ითვლება ჩემო ძირფასებო, რომ რიგითმა ორი დღით მონანიებულმა ადამიანმა ის აზრი გაავრცელა, რომ მას არ ჯერავს კუდრეთით აღდგომის. Кто-то там говорил и учил, и этот кто-то не тот, кто там 2-3 дня такой верующий, Მას გავლენა არ აქვს. озвучил, что не верует в აქ არის воскрешение. ლაპარაკი, რომ ქადაგებლები წამოდგენ, ვინც სხვანაირად ასწავლიდნენ. У этого бы не было влияния, но здесь сказано, что поднялись ისინი проповедники, ეუბნებიან, რომ ესო სულიერი აღდგომაზე არის ლაპარაკი, სულიერი მნიშვნელობით უნდა გაიგო და არა პირდაპირ. которые учили иному и говорили, это духовного значения, и нужно понимать, это только და духовно. პავლე მოციქული ამასე წინააღმდეგება. И апостол Павел противостал этому. ხდებით? Понимаете? წარმოიდგინე ის ამბობს მაშინ ისინიც დაღუპულანო, ვინც ქრისტეში განისვენეს. Он говорит, тогда умершие во Христе тоже погибли. უამრავი მორწმუნე მოწამეობრივი სიკვდილით გადავიდა. Множество верующих, перешедшие ისინი ქადაგებდნენ რწმენაზე და მომავალ დიდებაზე. мученической смертью, которые შენ ვიტყვით, რომ проповедовали о მაშინ რატო Божьей სული ხო славе. გადარჩა? И мы можем сказать, ну почему дух же спасся? მაგრამ ეს არ არის სრულფასოვნება. Но это не полнота. ხდებით? Понимаете? ღმერთს უნდა რომ ჩვენ სხეულებში ვიყოთ. Бог хочет, чтобы в телах мы были. ის არ ცდილობს ჩვენს გადაკეთებას. Он не пытается нас переделать. ნახე ჩემო ძვირფასებო. Посмотрите, дорогие. ღმერთი დაგვყიდა ახალ სხეულებს. Бог пообещал нам новые тела. ვიღაც ამბობს კითხვას სვავს, ვიცნობთ იქ ერთმანეთს. Кто-то задастся вопросом, мы так там знаем друг друга? და გეკითხებით, აქ მიცნობთ მე? Я вас спрашиваю, вы меня здесь узнаете? და თუ აქ მიცნობთ, ჩვენ იქაც მიცნობთ. Если იქაც тут узнаете, и там узнаете. რომ შენ მამული ხარ და შენ გივი ხარ. Что ты мамуля, и ты гиви. ჩვენ ხელშამოვართმევთ ერთმანეთს. Мы друг другу руки пожмем. პირველი რაც მინდა გითხრათ, Первое, что я хочу вам сказать. ქრისტე არ აღმდგარა რაღაც სიმბოლური არ იყო მისი აღდგომა და არც სული არ ამდგარა. Воскрешение Христа не было символическим, и это не было воскрешение Духа только. პირველად როდესაც ის აღდგა და იხილეს, მათ ეგონათ რომ სულს ხედავდნენ. Когда Он воскрес, и ученики Его увидели, они подумали, что видят Дух. და იესო ეუბნება მათ, არა ვარ სული, რადგან სულსო ხორცი და ძვლები არ აქვს, მე კი მაქვს როგორც ხედავთ. А Иисус говорит, нет, я не только Дух, потому что у Духа нет плоти и костей, а у меня есть, как вы сейчас იმ видите. დროის ადამიანებისთვის ეს ადვილი მისაღები არ იყო, ეს ცდუნება იყო ადამიანური აზროვნებისთვის, რელიგიური აზროვნებისთვისაც. А для людей того времени это соблазном было, это было так трудно воспринять იესოს для их დაჭირდა რომ религиозного პური мышления. გაეტეხა და მათთან ერთად ეჭამა რომ მათთვის დაემტკიცებინა რომ ეს ის სხეული აღდგა, რომელიც სხეულშიც იყო. И Иисусу пришлось преломить хлеб и вкусить вместе с ними, чтобы те увидели и поверили, что это воскрешение в теле. მას დაჭირდა თომასთვის ხელი მოეკიდა და უთხრა მომეცი შენი ხელი და შეეხე ეს ის სხეულია, რომლითაც მიწაზე დავდიოდი და ჯვარცმული ვიყავი. Ему понадобилось, чтобы Фома прикоснулся, и он говорит, коснись, вот это тело, в котором я был распят. ძები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? აღდგომა ნიშნავს იგივე სხეულის აღდგომას. Воскрешение значит воскрешение того же тела. იგივე სხეული. Того же тела. მხოლოდ ერთი განსხვავებით. В одном отличии. მას განსხვავებული ბუნება ექნება. Разница в одном, будет другая природа. არა ვიზუალური განსხვავება. Не визуальная, არამედ არსით განსხვავება. но по сути. რადგან დღეს ჩემი სხეული ხწნადია. Потому что сегодня тела наши тленные. ხდებით ეს არ არის გათვლილი ეს სხეული მუდმივობისთვის. И это тленное тело не рассчитано для вечности. ამიტომ ბიბლია ამბობს რომ სხეული შეიცვლება. Поэтому Библия говорит, что მისი изменится. თვისება შეიცვლება. Естество изменится, ეს რა свойства ამბობს его ხწნადი изменятся. გახდება უხწნადი. И знаешь, что говорит, тленное облечется в нетление. ჩვენ გვექნება უბერებელი სხეულები У нас будут нетленные тела, не гниющие, Дэвид. нетленные. და
იესომ მოგცა ჩვენ აღთქმა. Иисус дал нам завет. ნუ გეშინიათ მათიო ვინც სხეულს კლავს. Не бойтесь тела убивающих. მათ თქვა რომ ნუ გეშინიათ Он საერთოდ. сказал, вообще не ერთი бойтесь. ღერით მას არ არის დაკარგული Потому что თქვენგან. даже один волос не потерян с головы აღდგარ вашей. სხეულები არ იქნებიან ესეთი მელოდები. Воскресшие тела не будут... Там ჩვენ не არ будет уже. დაგჭირდება წონის ფორმირება. И не нужно нам будет там с весом решать вопросы. და ჩვენ იქ მოხუცები არ ვიქნებით. И мы там старыми не будем стариками. ჩვენ ყველას გვექნება Старичками. ახალგაზრდა ჯანსაღის სხეული. У нас будут молодые, здоровые тела. ნუ თუნდაც მე არ ვიცი შეიძლება ქრისტეს ასაკი ან უფრო ადვილი, მაგრამ ესაიაშია რომ სადღაც 20-25 წელზე არის გათვლილი. Ну, не знаю, может быть, возраст Христа. Может быть, если по пророку 20. შეხედულებას ვამბობ მე. Я говорю, как выглядеть. მაგრამ ჩემო ძვირფასებო ეს იქნება მარადიული სხეული, რომელიც აღარ ექვემდებარება ყდომას და ავანტყოფობას. Это будет вечное тело, которое не болеет. ჰალელუია. Аллилуйя! და ეს არ არის დეპრესია, ჩემ მოველით მკვდრეთით აღდგომა. Поэтому это не депрессия, что мы ожидаем воскрешения, мы ожидаем воскрешения ეს мертвых. სასიხარულოა. Это радость! ეს ეკლესიის იმედია. Это надежда церкви! როცა იხედები სარკეში ამბობ, Когда ты смотришь в зеркало и რომ ეს говоришь, სხეული არის დროებითი სხეული. это временное тело, და გეტყვი რომ დროებითზე დიდი ინვესტიციას ნუ ჩადებ მაინც და и я მაინც. скажу тебе, уж слишком великие инвестиции, не Იმიტომ, вкладывай რომ в это დროებითია. временное, потому что это временное, დებით понимаешь? და უთხარი იესო მადლობა რომ მე ახალი სხეული მექნება ის სულ რაღაცა წელიწადში ცოტა გადამჭა. Иисус, спасибо, что у меня будет новое тело через какое-то время. Ну, ჩვენ არ ვიცი დასწლის მერე იქნება ეს თუ ხვალე. Совсем мало, будет это через 100 или завтра. მაგრამ ეს იქნება დღეს, როცა იესო ქრისტე დაბრუნდება. Но будет тот день, когда возвратится Иисус მაგრამ იქამდე Христос. ჩვენ მოველით კუდრეთით Но до აღდგომას. этого мы ожидаем воскрешения мертвых. ხო ასეა ჩემო Ведь ძვირფასებო. это же так дорогие. ჰალელუია ამენ. Аллилуйя, аминь. რატომ არის აღდგომა ასეთი მნიშვნელოვანი? Почему воскрешение такое важное? ჯვარზე იესომ გადაიხადა ფასი. На кресте Иисус заплатил цену. ხვდებით? Понимаете? მაგრამ აღდგომამ ბეჭედი დაასვა. А в воскрешение печать поставила. იცი იესოს სიკვდილს არ ექნებოდა იურიდიული ძალა. У смерти Христа не Თუ было бы აღდგომა არ юридической იქნებოდა. силы, если бы не было воскрешения. ამიტომ აღდგომა მნიშვნელოვანი საკითხი არის. Поэтому воскрешение это важный вопрос. თუ აღდგომა არ იქნებოდა, И если бы не было воскрешения, იესო ჩაითვლებოდა ცრუ მასწავლებლად. Иисуса вы бы посчитали за лжеучителя. ყველაფერი რაც იესომ თქვა გაბათილდებოდა. И все, что сказал бы Иисус, все бы это ერთადერთი обесценилось. რაც იესომ თქვა, რომ ის არის ჭეშმარიტება. И то, что сказал Иисус, что Ро Он ის есть არის ღმერთის ზე. истина, что Он есть Божий Сын. ყველაფერი აღდგომას უნდა დაედასტურებინა. Все это должно было быть подтверждено ამიტომ კუდრეთით воскрешением. აღდგომა იესო ქრისტესი. Поэтому воскрешение Иисуса ეს არის Христа აღიარება сегодня მისი ღვთისძეობისა. это признание Его божества, что Он Сын ამენ, Божий. ჰალელუია. Амин, аллилуйя. და თუ ეკლესია დღეს იტყვის, რომ აღდგომა არ И არის, если церковь сегодня скажет, что მაშინ нет ის უარყოფს воскрешения, იესო ქრისტეს კუდრეთით აღდგომას. тогда она отрицает воскрешение იმიტომ რომ ეს Иисуса არის Христа. განუყოფელი. Потому что это не разделено. ამიტომ ყველა ეს არის ერესი, ეს არის ცრუსწავლება. თუ ვინმე იტყვის, ის არის გასარიცხი და ასაკრძალია მას ქადაგების უფლება არ აქვს, რომ ეს აღზრდი დააფიქსიროს. Поэтому ეს это- არის ეშმაკისგან. И ересь, лжеучение от дьявола. Если кто-то такое говорит, его должно отлучить и запрещать ему проповедовать. ჩვენ აღდგომის დღესასწაულზე რას ვახარებთ? О чем радостная весть Пасхи? ქრისტე აღსდგა. Христос воскрес. ჩვენც მასთან ერთად. И мы вместе с Ним. ამიტომ რომ ის ადამიანურ სხეულში მოვიდა და ადამიანური არსი აღადგინა. И потому Он пришел в человеческом теле, ღმერთს восстановив არ ჭირდებოდა человеческое არც სიკვდილი естество. და არც აღდგომა. Богу не нужно было ни смерть, ни воскресенье. კაცის ბუნება აღდგა. Но воскресла человеческая. ადამიანის იმედი არის ეს. Это надежда для ხვდებით? человека, ის понимаешь? იყო პირმშო, პირველი. Он был первенец, первый наყოფი. первый плод, ძველ первенец. აღთქმაში იყო ასე ჩემო ძვირფასებო. И так было в Ветхом Завете. პირველი дорогие. наყოფი. Первый плод, როცა ტაძარში უნდა შეწირულიყო. который должны были принести в храм. როცა სამკლის პერიოდი დგებოდა. И когда жатва наступала, პირველი გაჭრის, პირველი მომკის საუკეთესო ძნა ტაძარში იწირებოდა უფლის წინაშე. первый лучший сноп пред лицом Господа ეს იყო приносился в სიმბოლო жертву. იმისა, რომ ყველ დანარჩენი მოსავალიც იქნებოდა სავსე და საუკეთესო. Это был символ того, что
весь остальной урожай также был в полноте, наилучший. და ნახე лучший. როგორ არის ქრისტე აღსდგა И смотри, как Христос როგორც воскрес, პირმშო მკვდერეთით как первенец из мертвых. ის როგორც პირველი ძნა ასე მივიდა Первый сноп, так он был ჩვენ принесен. ვიცით როცა იესო ქრისტე აღსდგა მასთან ერთად სამარხები გაიხსნა და ბესე წერია ეს საიდუმლოა ვინ იყვნენ მაგრამ ბევრი განსვენებული წმინდანის სხეულიც აღდგა Мы знаем, когда Иисус Христос воскрес, тогда многие гробы отворились, и многие тела усопших святых также воскресли. Это რომლებიც тайна, იმ кто это? თანამედროვე მორწმუნეებს ბევრს ეჩვენენო Но они явились верующим того времени. ანუ тех ეს времен. დაფარული არის ეს საიდუმლო მაგრამ ქრისტეს აღსდგა ის ხელსარგელი არ წასულა Это сокрытая тайна, но когда Христос воскрес, Он не მან с ეს пустыми პირველი руками ძნა пошел. კურთხევისა მიიტანა ზეცაში Он этот первый благословенный сноп принес на небеса. მაგრამ ქრისტე აღსდგა Но Христос воскрес. ის არის პირველი ნაყოფი Он первый плод. და ბიბლია ამბობს შემდეგი И Библия говорит, ეს არის следующий, ქრისტესნი это Христовые, როცა იესო ქრისტე დაბრუნდება когда Иисус Христос вернется, აი ამ დროს вот в это время, ეს არის პირველი თესალონიკელთა წერილი მეოთხე თავი это 1 Фессалоникийцам 4 მოდი глава. წავიკითხოთ. А давайте мы ее прочитаем. პირველი თესალონიკელთა წერილი მეოთხე თავი Первое послание Фессалоникийцам 4 ფიქრობ რომ глава. ნიშნულოვანია И я думаю, что это важно. ეს ხშირად უნდა ვიკითხოთ ეკლესია Мы, церковь, должны часто это ნახეთ რა читать. ამბობს მე-13 მუხლიდან Смотри, что говорит с 13 стиха. პავლე მოციქული ამბობს Апостол Павел говорит, თუ ფიქრობთ რომ სულელი ვარ если вы думаете, что я глупец, მაშინ შეგიძლიათ პავლეზე თქვათ ეს ну, если вы обо мне думаете, что я глуп, тогда говорите იმიტომ რომ это ეხლა я მის Павле. წერილს ვკითხულობ Потому что я сейчас его писание რომელიც читаю, ეკლესიას მისწერა который он писал послание церкви. ჭეშმარიტ მორწმუნეებს მისწერა ეს Истинным верующим написал это. დაწერი არ გსურს ძმებო უცოდინარნი იყვეთ განსვენებულთა შესახებ Не хочу оставить вас в неведении об умерших, რათა არ ინაღლოთ ცხებივით იმედი რომ არ გააჩნიათ дабы вы не скорбели, как прочие, не имеющие надежды. ვინაიდან თუ გწამს Ибо если мы რომ веруем, იესო მოკვდა და აღდგა что Иисус умер и воскрес, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად то и умерших в Иисусе Бог приведет с Ним. რადგან ამას გეუბნები თქვენ უფლის სიტყვისამებ Ибо говорю вам это словом Господним, ეს არ არის კაცის სიტყვა это не человеческое слово, ეს არის უფლის სიტყვა это слово Господнее. ასე ამბობს უფალი Так говорит Господь, ასე ამბობს так წერილი говорит Писание. ნახეთ ჩემო ძვირფასებო Смотрите, мои дорогие, ამას გეუბნები თქვენ უფლის სიტყვით говорю вам это словом რომ Господним, ჩვენ ცოცხლად დარჩენილნი что мы, живущие, უფლის მოსულას оставшиеся до пришествия Господня, განსვენებულებს ვერ დავასრებ не предупредим умерших, ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან потому что сам Господь сойдет с небес ბრძანების სიტყვით при гласе თავარანგელოზის ხმით архангела и трубы და Божьей, ღვთისსაყვირით и при трубе და ჯერ Божьей, ქრისტეში განსვენებულნი и აღდგებიან мертвые во Христе воскреснут прежде. შემდეგ კი ჩვენ ცოცხლად დარჩენილები Потом мы, оставшиеся в живых, მართან ერთად ვიქნებით აწაცებულნი ღრუბელში вместе с ними восхищены будем на რათა облаках, ჰაერში შევეგებოთ უფალს в средении Господу на воздухе. და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისო И так всегда с Господом будем. ამიტომ ანუ გეშეთ ერთმანეთი ამ И სიტყვებით так утешайте друг друга этими словами. ეკლესიამ გაამხნევოს ამ სიტყვებით Пусть ერთმანეთი церковь ободряет друг друга იცი этими ჩემო словами. ძვირფასებო Вы знаете, мои дорогие, მორწმუნეებს ломებს უყრიდნენ верующих львам на съедение მათ бросали. ატყავებდნენ И их с них кожу ხერხავდნენ. стирали, их перепиливали. ქრისტიანობა ყველაზე დევნილი რელიგია არის მოდი ასე ვთქვა დღემდე Христианство до сегодняшнего дня самая თუ гонимая ხედავთ რა ხდება религия. სუდანში Если вы видите, что в Судане რა происходит, ხდება აფრიკულ ქვეყნებში что в африканских странах ყოველდღე происходит, ტელევიზორში ხედავთ მათ როგორ აწამებენ ცოცხლად წვავენ мы видим, как каждый день их мучают, сжигая заживо. ხდებით Понимаете? და ქრისტიანებს შირდებოდათ იმედი И христианам нужна была надежда. ეს არ იყო მარტო დამშვიდება რომ აი მოკვდები და უფალთან გადახვალ Это не было такое успокоение, умру и Господу არა перейду. მოციქულები აიმედებდნენ იმით რითაც ქრისტე გვაიმედებდა მკვდრეთით აღდგომა Но апостолы давали эту надежду, чем Христос давал სხეულები надежду. ეწირებოდა Это воскрешение мертвых. და Тела ღმერთი приносились в დაგვირდა რომ жертву. სხეულებს Но დაგვიბრუნებს Бог обещал возвращение в ნახე тела. ჩემო ძვირფასებო როცა იესო მოვა Посмотрите, когда Иисус придет, ჩვენო ცოცხლები ვინც ვიქნებით мы, которые будем живы, განსვენებულებს ვერ დავასრებ мы не опередим ჯერ умерших. ისინი აღდგებიან Прежде они воскреснут, ვინც ქრისტეს რწმენაში которые გარდაიცვალნენ умерли в вере во ისინი Христа, რომელთა გულებიც იესოს ეკუთვნოდნენ сердца которых принадлежали ხდები ჩემო Христу, ძვირფასებო понимаете, дорогие мои? და შემდეგ ჩვენ И потом мы, ის თაობა ეკლესია Это რომელიც ცოცხალი იქნება იმ поколение დღეს церкви, которое будет живо в тот შეუერთდება день, ამდგარ მორწმუნეებს мы соединимся с воскресшими და ჩვენ мертвыми, შევერწყმით იესო и ქრისტეს мы также встретимся с Господом. და ეს იქნება მარადიულად И это будет მარადისობაში навечно в вечности. სხეული ჩემო ძვირფასებო Тело, в теле, дорогие мои, სხეული тело, შენი სხეული твое тело.
შენი სხეული აღდგება. твое тело воскреснет. ეხლა ისმის კითხვა როგორ აღდგებიან? А сейчас задается вопрос, как воскреснуть. ჩვენ ღმერთზე ვლაპარაკობთ. Мы о Боге говорим. აი ისე, Вот так. ერთ წამში, Во мгновение ока. თვალის დახამხამებაზე, В секунду, в миг, во мгновение უკანასკნელ ока. საყვირზე. При этой последней трубе Божьей. აი ასე იქნება. Вот так это будет. გეგმა გაწერილია. План написан. ყველაფერი გამზადებულია. Все приготовлено. მეფეთა მეფე გასცემს ბრძანებას. Царь царей даст მე повеление. ვიქადაგე ამისი. Я до этого проповедовал, ესა იესომ თქვა, когда Иисус сказал, რადგან მას აქ ხელმწიფობა რო კუდრები აღადგინოს. ибо у него есть держава воскрешения ან თქვა, мертвых, როგორც власть. მამას აქ უფლება, ასევე ძეს აქვს. Он сказал, как у отца есть эта власть, так и у сына. და ის მიდის ლაზარეს სამარხთან. И он идет, тот, кто идет к гробнице და ის ამბობს Лазаря, ლაზარე გამოდი. и говорит, Лазарь, выйди вон. მას უბრალოდ რო ეთქვა რომ გამოდი, ყველა კუდარი გამოვიდოდა, ყველა აღდგებოდა. Если бы он просто сказал, выйди, все мертвые бы вышли. მაგრამ არ იყო დრო ყველას აღდგომის. Но не было время всем выйти из гробов. ლაზარე უნდა А გამოსულიყო. Лазарь должен был выйти. Аллилуйя. მაგრამ მოვა დღე, Но придет день, როცა ღვთის ძის ბრძანებაზე когда по повелению Сына Божьего ეს იქნება დიდებული მოვლენა. это будет славное событие, ყველა явление. გარდაცვლილი. Все умершие, მილიონობით ქრისტიანი эти миллионы христиан აღდგება სხეულებში. воскреснут в телах. მიწა მისცემს ამ შესაძლებლობას. И земля даст эту возможность. იმიტომ რომ მიწა არის ჩვენი სხეული Потому что наша тела земля. და прах. ოღონდ ჩვენ აღდგებით განდიდებულ სხეულებში. Но мы воскреснем в прославленных телах. ხდებით და სხეულებით ვიქნებით И მარადისობაში в телах ღმერთთან. мы будем в вечности. ჩვენ სასופველში ვიქნებით მუდმივობაში ცნობიერებით. И мы в царстве, в вечности будем в ზოგჯერ сознании. მორწმუნეების ეხატავენ სულის რაღაცა თითქოს აი რაღაცაზე ხო ზოგჯერ ბორსადარები კვამლივით Многие როა ის верующие чуть ли- რაღაცა გაურკვეველი რაღაცა ვიფრენთ სადღაც რაღაცას მივედმოვედებით ქარისადაც დაგვიბერავს. Многие верующие შენ იქნები думают, სხეულით, дух, იქნები ცნობიერებით. как какой-то воздух, туман, где-то летают, где-то там чуть ли не парят. Но нет, მეცაც мы будем в გეტყვით, телах როცა и в სხეულში сознании. აღდგომამდე სული და სამშვენელი ერთად გადის. И знаешь, дух и душа до того, ამიტომ как будет როცა воскрешено ადამიანი тело კვდება вместе. ემოციები, აზროვნება, მეხსიერება, ყველაფერი თან მიყვება. И поэтому, когда умирает человек, его ჩვენ память, უბრალოდ მის эмоции, სხეულს чувства, все უყურებთ. с ним. ჩვენ მის სხეულს ვტირით. И мы и просто на его тело смотрим и оплакиваем Дэвид, только тело. Понимаешь? სხეული მიწაში მიდის, И იმიტომ რომ тело მიწისგან идет, არის. прах идет в прах, в землю идет და тело, როცა ის потому დღე что из დადგება, земли. მიწა მისცემს ისევ თავის რესურსს, Но наступит тот день, когда земля даст свой ресурс, მაგრამ ბუნება შეიცვლება. но естество будет иное. მარადიული სხეულები, Вечные тела, უკვდავი სხეულები. бессмертные тела, იგი ისეთი სხეული, როგორც ქრისტეს ჰქონდა. Христоподобные ის тела. ამ სხეულით ამაღლდა ზეცაში. Это как у Христа в теле, которого он Аллилуйя, вознесся на аминь, небеса. аминь, Аллилуйя! аллилуйя. Аллилуйя! ამიტომ ჩვენ მოველით მკვდრეთით აღდგომას. Потому мы ожидаем воскрешения. ეს ძალიან ბევრ პრობლემას ხსნის. Это снимает и решает очень ეს много проблем. გვათავისუფლებს სიკვდილის Это შიშისგან. освобождает от страха смерти. რადგან იესომ თქვა, ჩემი მორწმუნე კიდეც რომ მოკვდეს სიცოცხლეს. Потому что Иисус сказал, верующий в меня, если умрет, სიკვდილიდან оживет. სიცოცხლეში გადავდივარ. Мы переходим от смерти в жизнь. ჯერ დროებით, Временно сначала, შემდეგ მკვდრეთით აღდგომა, როგორც Затем- საბოლოო ჯილდო ისე იქნება. воскрешение мертвых как последнее вознаграждение. მე მჯერავს იესო ქრისტესი. Я верю в Иисуса Христа. მეცაც გეტყვით ძვირფასებო. Я вам скажу больше, дорогие. თუ ჩვენ Если мы მხოლოდ ამ ცხოვრებაში только в этой жизни გვაქვს ქრისტეს იმედი. надеемся на Христа, მომე, დამეხმარი, дай, помоги. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ხარ Если ღმერთის только в მოიმედე. этой жизни ты надеющийся на Христа, მომისმინე ჩემო Послушай, ძვირფასებო. дорогой. ყველა ადამიანებზე საცოდავები тогда ყოფილიყო. мы несчастнее всех человеков. კუდრეთით აღდგომის იმედს თუ გამოაკლებ, Если ქრისტიანობა убрать- არის ყველაზე საცოდავი რელიგია. Надежду воскрешения мертвых, тогда христианство самая жалкая религия. მაშინ გჯეროდეს კრიშნაში ჯობია იცი მაინც რომ ან ძაღლად მოხვალ, ან კატად მოხვალ. Тогда кришнаиды жирафы лучше. იქნები მე. Тогда хотя бы ты хоть надеешься, то ли собакой потом вернешься, то ли кошечкой, то ли еще что какая-то реинкарнация. ხდებით, მათ ესეც ჯერათ. Понимаете, они так верят. თუ შენ ამ ცხოვრებაში ძაღლები გეზიზღება, რომ შემდეგ ცხოვრებაში ძაღლად დაიბადები და იქ ივლი ყურშა გერქმევა. Если ты ненавидишь собак в этой жизни, в той жизни так с собачкой и придешь, явишься.
ამიტომ ზოგიერთი ძაღლის მოყვარული თავის თავს ხედავს წინა ცხოვრებიდან ხოლმე მივა და ეფერება. И поэтому многие, видя собачек и думая, что они потом будут собачкой, идут и ласкают. Ты моя собачечка. მე არ ვიცი, ალბათ вин სიცოცხლეში ავია, ავძაღლად მოვა. Кто злой при этой жизни, в Уарина, той жизни придет злой с собакой. და იცი რომ ამას რონებას მილიონობით მიმდევარიყო. Но вы знаете, что у этого мнения, у этого мышления миллионы последователей. ხვდებით? Понимаете? რომელსაც ჯერავთ გარდასახვისას სამყაროში და Которые верят რაღაც в эту 7 გარდასახვა უნდა реинкарнацию, მოხდეს этих შედი. 7 ступеней, которые должны произойти. ქრისტე აღსდგა. Христос воскрес! ეს არ არის მითი. Это ეს не миф. იდეა არ არის. Это не миф, ეს ფაქტია. это факт. ამაზე ჩვენ ერწმენა დგას. На этом стоит наша вера. პავლე მოციქულია ამბობს, Апостол Павел говорит, ქრისტე მოკვდა როგორც წერილებშია. Христос воскрес по Писанию ქრისტე დაიმარხა Умер по როგორც Писанию, წერილებშია და погребен აღსდგა по მესამე Писанию დღეს როგორც и წერილებშია. воскрес в третий день по Писанию. ყველაფერი გათვლილი და წერილი იყო. Все было просчитано и написано. ანუ იესოს გამარჯვება, Или победа Иисуса, იესოს საბოლოო გამარჯვება. Его окончательная победа. ეს არის შემოძვირფასე მოკუდრეთით აღდგომა. Это воскрешение из мертвых. თუმცა Хотя სიკვდილი ჯერ კიდევ მტერი არის, Хотя смерть еще враг, რადგან ჩვენ სიკვდილს განვიცდით. так как мы ее переживаем, ის проходим. მტერი აღარ იქნება, როცა საერთოდ აღარ Этого იარსებობს. врага не будет, когда полностью будет уничтожена. ამიტომ დასასრულს მესამე ეტაპი აღდგომის. დასასრულს И поэтому в конце, ჯერ ქრისტე, прежде Христос, შემდეგ ქრისტესნი მეორე, затем Христовы, ხოლო შემდეგ დასასრულს. а потом конец. როცა საყოველთაო აღდგომა იქნება განკითხვისთვის, Когда уже будет всеобщее воскрешение на суд, მაშინ ურწმუნოებიც აღდგებიან. тогда и верующие ადამიდან воскреснут, მოყოლებული, ვისაც უცხორია, неверующие ყველა აღდგება воскреснут, все от სხეულში Адама, кто все в теле воскреснут, და все неверующие. სასჯელს მიიღებენ სხეულში, რადგან სხეულში სწოდავდნენ და სხეულში მიიღებენ სასჯელს. И получат наказание в теле, так как в теле грешили. ამიტომ დღეს ჯოჯოხეთის დროებითი სამყოფელია. Поэтому и сегодня ад — это временное место, ისევე როგორც სამოთხეს დროებითი სამყოფელია. как и рай — временное место пребывания. მაგრამ წინ დიდებული მოვლენები გვაქვს. Но впереди славные მაგრამ თუ ამ события. ყველაფერს გამოაცლი შენს რწმენას, Но если от всего этого ты уберешь свою веру, მაშინ შენ არაფერი არ გრჩება. тогда ничего не Да останется. рado. А почему? რაც თქვით. То, что мы говорили. თუ აღდგომა არ არის, Нет воскрешения, если ქრისტე არ აღმდგარა. Христос не воскрес. თუ ქრისტე არ აღმდგარა, Если Христос не воскрес, კვლავ ჩვენ სოდებში ვართ. тогда мы все еще во грехах наших. მაშინ ქადაგება Тогда цариელია проповедь тщетна და რწმენა უნდა ყოფო. и вера бесплодна. მაშინ ქრისტეში გარდაცვლილები დაღუპულა Тогда умершие во Христе погибли, და მაშინ И ყველა ადამიანებზე საცოდავები ვართ. мы несчастнее всех человеков. მაგრამ აქ არის მაგრამ. Но здесь есть но. პავლე ამბობს ამ სიტყვას, И მაგრამ. Павел говорит но. მაგრამ კუდრეთით აღდგა Но ქრისტე. Христос воскрес из мертвых. ამენ. მოველით კუდრეთით აღდგომას. ჩემო ძვირფასებო, Мои дорогие, მე არ მაშინებს ავანტყოფობო. я не боюсь болезни, ჩვენ არ ვქადაგებთ ავანტყოფობის но შესახებ. мы не проповедуем болезни. ჩვენ განკურნებას ვქადაგებთ. Мы проповедуем исцеление, ღმერთი მოგცემს სასწაულებს. и Бог дает нам чудеса. მაგრამ ჩვენ წავალთ რაღაცა ფორმით, მე არ ვიცი. Ну, в какой-то форме мы все-таки ბუნებრივი იქნება, ავანტყოფური იქნება თუ покинем სხვადასხვა. эту землю. Как это будет, я не знаю. იდეა Кого-кого. ქრისტიანების მიწაზე ცხოვრების. Но идея жизни христианина на земле, პავლე მოციქულმა გააჟღერა ეს. апостол Павел озвучил ее. მან თქვა, რომ მიზიდავს ორივე. Он сказал, что оба для меня то, что тянет ჩვენ меня. ავიყოთ გულწრფელები. Мы должны быть искренны. ჩვენ გვიზიდავს ორივე. ორივე მდგომარეობა გვიზიდავს. Оба состояния нас მან притягивают. თქვა, მირჩევნია სხეულს გავშორდ და უფალთან Он დავბინა. говорит, лучше мне покинуть тело во дворец Нахер, своего другой Господа. смысл. Смотрите, как он это პავლე объясняет. მოციქული ხსნის ასე. Это апостол Павел так ორივე объясняет. მიზიდავს. Оба меня тянет. და ამ ორიდან притягивает. არჩევანს ვაკეთებ უკეთესია, მაინც რომელიღაცა უფრო უკეთესია. Но из этих двух я делаю то, что лучшее. მან თქვა, უკეთესია Выбираю სხეული одно. დავტოვე და წავიდე უფალში და იქ Он დავისვენო. говорит, лучше мне покинуть давай, тело, лодом кудрати во дворец тардгинებას. своего Господа, успокоиться там и ожидать воскрешения ახეთ, мертвых. პავლე Но მოციქული თავის წელში ხშირად ამბობს, Он არ часто მგონია რომ მივახციე. в посланиях своих не думаю,
думаю, что და ის достиг. გულისხმობს მოუველი მკვდრეთით И აღდგომას. опять подразумевает, ожидая მათ თქვა ვინ воскрешения ძло мертвых. მივახციო მკვდრეთით აღდგომაზე აკეთებს И აქცენტს. он говорит, я хочу ანუ პავლე достигнуть მიცის и რომ делает საბოლოო акцент на გამარჯვება და воскрешении. დიდებას იზღებულობს მკვდრეთით აღდგომა. Он знает, что последняя победа и მაგრამ самое ამ მიწაზე воскрешение. დარჩენაც Но მიზიდავს. меня тянет оставаться на ის земле. მირჩევნია. То лучше мне მე გული არ предпочтительней. მწყდება უფალო თუ წავა. И если Господь пойду к тебе, მაგრამ იმის გამო не скорбно это, რომ но მე по той ეკლესიებს причине, ვჭირდები. что я нужен церкви, მე უნდა რეალიზებული ვიყო რომ ჯერ სხვებს მოვემსახურო, ბევრი ხალხი მოვიყვანო, ან განვამტკიცო, მაშინ ვთხოვდი უფალს დავეტოვე აქ და დაე, თუმცა სირთულეებში, მაგრამ მაინც ჩვენიერი ეს ცხოვრება. что я должен послужить многим людям, ободрять их и служить им, реализоваться для церкви. Тогда говорю, дай мне остаться, Господи, хоть и трудная ჩვენიერი эта жизнь, სიტყვები но თქო тоже ჩვენმა прекрасно. დამწეხან. არაჩვეულებრივი სიტყვები. Это чудесные прекрасные слова. მან თქვა რომ ღმერთო, Он сказал, მე Боже, ასევე უბნევი 88 წლისა არის ეს ქალბატონი. и я вот так говорю, да, вот 88 წლის. 88 лет вот нашей драгоценной მე კინახამ сестрички. შემეშინდა 50-ის რო გავხდი. Я чуть не испугался, ეხლა когда мне ვხედავ რომ 50 исполнилось. მაგარი 30 წელი წინ მაქვს. Но вижу еще крутые 30 лет у меня ასე რომ впереди. ვისაც ფიქრობდით რომ ხუცესობაზე ვინც ფიქრობდით 30 წელი მაინც არაფერი გამოვა. Поэтому кто думал еще о каком-то присутствии еще 20 лет и და იცი რა 10 თქვა ლет უფალო, еще. მე ვიცოცხლებ იქამდე. знаешь почему я буду жить до того ვიდრე до тех რეალიზებული пор, ვიქნები. пока буду реализовываться. ერე უფალო მე შენთან А ვიქნები. потом Господь я буду მე ვარ с მინდა тобой. მუმია ვიყვე. Я не хочу быть мумией. ქრისტიანები ვართ გამარჯვებული. Мы христиане победители. ნახე ჩემო ძვირფასები. Смотрите, дорогие, ეხა თუ ცოტა ცნობიერებასაც რაღაც twins პრობლემები შეექმნა. если там уже и проблемы с памятью начались, ხო ხდები. с რაღაცა узнаванием, с сознанием. აი ვიყვეთ გულწრფელი გავიგე ხა გინდა, მაგრამ კი არ გინდა, სიკვდილისა გეშინი. Понимаю, хочешь продолжать жить. Но ты не то, что жить ხო, хочешь უკვე ერთი продолжать. Ты 8 смерти ჯერ боишься. გვალოცინებ. Когда ты уже там 100 раз за тебя молятся. არის ხალხი რა, აჯელა ყავს აღდგენილი უკვე. მიყავს უფალს მოვაბრუნებთ. У меня есть такие შენ люди, которых уже 10 раз ეკლესია воскрешал. ციტანჯება, ოჯახი цитанჯება. Воскресишь, умирает. Уже и он мучится, и церковь мучится. Ну, на такой ნუ стадии. გეშინია, იქ უკეთესია. Уже говоришь, не бойся, там лучше. იქ უკეთესია. Там лучше. არა უშავს იმ პენსიას საზღს ფარაღაცით Не იშოვია. переживай за свою пенсию. აი ბავშვებო პენსია, რა ბავშვებს ეხმარები? იმ სამი იმდენ წამალი გინდა. Вот моя пенсия. Да твоя пенсия только на лекарства уходит. მაგრამ იცი მე მომსწრე ვარ მორწმუნეების გარდაცვალების მომენტშიც და ურწმუნოების. Знаешь, я присутствовал и участвовал, когда видел, как умирают и და верующие, იმათ и რამხელა შანსი неверующие. ჰქონდათ ურწმუნოების დროს რო იყვიყავი. И у тех у неверующих какой шанс у них был, я и присутствовал, и видел. ზოგმა გამოიყენა, зогმა ვერ იშას. Кто-то пользовался этим шансом, использовал, кто-то მაგრამ нет. მე ვიდექი იქ, სადაც მორწმუნეები ტოვებდნენ სხეულს. Но я стоял также там, где верующие покидали тела. და ხედავდი, რომ იქ არ იყო შიში. И я видел, там не было страха. იქ იყო სიხარული. Там была радость. იქ იყო თანდასრება. Там было присутствие. ხდებით? იქ იყო მადლიერება. Там была благодарность. იქ იყო ღიმილი. Там была улыбка. იქ იყო გამარჯვება. Там была победа. ჰალელუია. Аллилуйя. ჰალელუია. Аллилуйя. ჰალელუია. ჩემი ახლობელი წავიდა მორწმუნე. Верующий, близкий моему сердцу, ჩემი ناقოფი იყო ის. который был моим плодом, он перешел, умер. და ღამე გამეღვიძა Я ночью проснулся, და სულწინა მეუბნება რომ იმყავს. и Дух Святой мне говорит, я его забираю. მე მივედი მის ოთახში. Я пришел в его комнату, კიდევ რამდენიმე ადამიანი გავაღვიძე. и там еще несколько человек разбудил. მეთქე ხა უფალს მიყავს. И я говорю, сейчас Господь забирает его. მივედი, Пришел, подошел, თვალები ღია აქვს, глаза открыты, მიცინის улыбается და მღერის. и поет გალობს. песнопение. თქვა რომ მივდივარ. И говорит, я ухожу. სივსივნე ქონდა მას. Была опухоль, ძალიან очень ტკივილები ქონდა, თელი კედლები დაკაწრული იყო იმ ტკივილების страшные გამო. боли, от этих болей чуть ли стены все не были მაგრამ ის მიდის поцарапаны. სიხარულით. А уходит с радостью. და იცი რა გავაკეთე? И знаешь, что сделала я? და სხვა ვერაფერს გავაკეთებდი. И ничего другого бы мы не могли ის сделать. წავიდა. Он ушел. იდექი მუხლესებ ტიროდი და ვგალობდი და А я ვაგრძელებდი стоял ელებს 20 თაყვანისე ისეთი на თანდასრება იყო. коленях, плакал, продолжал молиться духом, петь. Такое присутствие было.
ჩვენ გამარჯვებულები ვართ. Мы победители. ეკლესია ჩვენ გამარჯვებულები ვართ. Церковь, мы победители. ჩვენ სიკვდილი დამარცხებულია. Смерть поражена. სიკვდილმა როგორ უნდა შეგაშინოს? Как смерть может пугать нас? Дэвид. Понимаете? ის გაგვირბის ჩვენ. Она убегает от нас. იმ ანგელოს, სიკვდილის ანგელოს ჩვენ არ ვიხილავ, ჩვენ უბრალოდ მდგომარეობას ვიცვლით. Мы не увидим ангела смерти, мы просто состояние поменяем. ხვდები ჩემო Переход. ძვირფასებო. Понимаете, дорогие? მოდი გავმაგრდეთ. Давайте укрепимся. მოდი აკურთხე. სიკვდილის უნდა შეძლო, რო კურთხევა დატო. Знаешь, ты должен смочь при смерти оставлять благословение. ნუ გეშინიეთ. Не бояться, не ჩვენ არ бойтесь. გვეშინია. Мы не боимся. ჩვენ აჯერე წასულა სარცად არ ვაპირებთ. Нет, мы пока не собираемся никуда уходить. მომისმინე, ჩვენ აქ ვართ, Мы пока здесь, მაგრამ მოველით, но ожидаем, რომ დიდებული დღეები ჩვენ წინ გვაქვს. что славные дни впереди. თხეული დღეები წინ გვაქვს. Благословенные дни დღეებიც впереди. არა, მარადისობა ქვია. Нет, нет, это не дни, это вечность აი მოდი ახლა называется. მითხარით, მორწმუნე რომელსაც ამისჯერავს. Вот скажи мне, верующий, который в это верит, აი გაშღინთილია ამ и რწმენით. он пропитан этой верой, აი რამ უნდა вот შეაშინოს? что его может რა напугать? უნდა მოხდეს ისეთი, რომ დეპრესიაში ჩავარდეს? И ввергнуть в депрессию, რითი უნდა დაემუქრო, რომ შეაშინო? вот чем можно угрожать, чтобы რა запугать? წყარო უნდა გადაუკეტო ისეთი, რომ უბედურად იგრძნოს თავი? Какой источник перекрыть, чтобы он чувствовал себя თუ ის несчастным? ხორციელი მორწმუნე არ არის, Если это не плотской верующий, იცი რომელი მორწმუნეები ტერიან და დეპრესიაში знаешь, არიან? какие верующие впадают в депрессию, рыдают, რომელთაც მხოლოდ ამ ცხოვრებაში აქვთ ქრისტეს იმედი. у которых надежда только в этой жизни на Христа. იმიტომ რომ მათ სხვა იმედი არ აქვს და ეს იმედი რო არ უმართლებთ, მე ბოროტდებიან, ნაწყენდებიან, ეკლესიაზეც, მსახურებზეც, დებზეც, ძმებზეც, აღარავინ უყვართ, ყველგან ნაყრს ახედავენ, ყველგან პრობლემას ხედავენ. И не имея другой надежды, эти верующие, или так называемые, они на все обижаются, во всем озлоблены, везде видят проблему. ხვდებით? იმიტომ რომ სიცოცხლის რწმენა არ აქვს, Потому что у них нет веры в жизнь. მუდმივობის რწმენა არ აქვს. У них нет веры в вечность. იმის გაგებაც რომ ყველაფერი ამ მიწაზე დროებითი არის. И понимание того, что все თუნდაც на ცუდი этой земле რაღაცები, ტკივილი временно. დროებითი Даже მოვლენა, плохое. მარადიული არ არის. Боль это тоже временно, это не вечно. დროებითი ტანჯვაა, დროებითი უკმარისობაა ეს. Временные страдания, временные და დროებითმა недостаток чего-то მარადისობის временное. ფარდა არ უნდა დაგიხუროს. И временное не должно закрыть тебе არ უნდა вечное. გადაგეკეტოს და დაგებინდოს ქრისტიანს ისე რომ მარადიული ფასეულობებიდან გახვიდე და ხანჯლაობა დაიწყო. Не должно перекрыть тебе вечность, это временное, чтобы уклонился от вечных ценностей. აი მაშინ И вот тогда პატიობ. ты прощаешь. იმიტომ რომ მარადისობა და უპატიებლობა მიდევს სასწორზე და რა Потому თქმა что უნდა на მარადისობას весах ვირჩევ. вечность и непрощение. Конечно же, я вечность выбираю. დებით. Понимаете? მაშინ მე პატიობ. Тогда я прощаю. მაშინ მე ვითვენ. Тогда я терплю. მაშინ მე თავს ვიკავებ ხწნადი Тогда я რაღაცეებისგან. воздерживаюсь от тленных იცი вещей. რატომ? იმიტომ რომ მარადიული სიცოცხლის ხიდან ნავჭამო საბოლოო. Знаешь почему? Потому что вечно я в конце от дерева жизни должен вкушать. Hallelujah. Hallelujah, Hallelujah. 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 Amen. Hallelujah. Аллилуйя! ქრისტე აღსდგა. Христос воскрес! ჩვენც მასთან И ერთად. мы вместе с Ним! ჩვენც მასთან И ერთად. мы ამენ. вместе с Ним! სიკვდილი არის ძლეული. И смерть სიკვდილი побеждена, დამარცხებულია. смерть поражена. ეკლესია არის გამარჯვებული. Церковь победительница. Hallelujah. Аллилуйя. Hallelujah. მე იქადა გეაღდგო მსახურებაზე. И я проповедовал на служении пасхальном, კითხვა, რომელიც პავლემ დასვა. который задал Павел. სიკვდილო, სად არის შენი ნესტა? Смерть, где твое жало? სიკვდილო, სად არის შენი ძლევამოსილება? Смерть, где твое могущество? სიკვდილო, Смерть. გაგვეცი პასუხი. А ну-ка ответь. მე ვდგევარ ქრისტესთან ერთად Я стою вместе со Христом. და სიკვდილი, რომელიც მაშინებდა, დამცინოდა და სტრესში მაცხოვრებდა, ეხლა მე დავცინ იმას. И смерть, которая насмехалась надо мной, неся стресс и унижала Давид. меня, теперь я смеюсь над ней. ეხლა მე დავცინ იმას. Теперь я смеюсь над ней. სიკვდილო, სად არის შენი ძალა? ეი! Смерть, где твоя сила? Эй! ჯოჯოხეთო! Ад! სად არის შენი ძლევა? Где Როგორ машинებდი? твоя мощность? О, как ты запугивал меня. როგორ მაშინებდი? Как ты меня пугал. როგორ ცდილობდი ჩემს Как დათრგუნვას? ты пытался меня Аба угнетать. сад ახარ ეხლა? А ну-ка, где ты сейчас? ჩემი უფალი ვერ დააკავე თქვენ.
вы не смогли удержать моего Господа. Hallelujah. Аллилуйя! Hallelujah. Hallelujah. Hallelujah.